გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ არ არის დაფარული რომ არ გამჟღავნდესო ნათქვამია და საერთოდ ომს ბევრ რაღაცაში კაცობრიობამ მადლობა უნდა უთხრას, იმიტომ რომ არათუ პროგრესის ძრავა არის და გენერატორი არის საერთოდ ომი, არამედ ძალიან ბევრ ისეთ დაფარულ ინფორმაციას აღმოაჩენ ომის დროს, რასაც ალბათ 300 წელი რო გეცხოვრა მშვიდობიანობის მანძილზე ვერ გაიგებდი. აი, დარწმუნებული ვარ, არც თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით არ გიფიქრიათ, არც არავის ამ თემაზე ალბათ არ უფიქრიათ, ალბათ ერთეულებმა იცოდნენ ეს ყველაფერი საქართველოში და მათ განსაკუთრებით ძალიან კარგად იცოდნენ, ვინც თავის დროზე დავით გარეჯის გადაცემას ახდენდა თუ შემდეგ აправებდა აზერბაიჯანისთვის. და ძალიან ბევრი კითხვები იყო გაჩენილი, მაგრამ აი ამ ომის დროს აი ახლა ზუსტად გამოჩნდა თუ ძაღლის თავი სად იყო ჩამარხული და რატო იყო ჩამარხული. მოდი ამ ყველაფერს ახლა ვიცი ბევრისთვის ეს გაუგებარი არის, მაგრამ ამ ყველაფერს მივყვეთ ნაბიჯ. ალბათ ყველას ახსოვს და სულ ცხვირპირში ხოცები გვტენიდნენ ჩვენ იმ პროპაგანდას, როდესაც მიხეილ სააკოვი გამოვიდა და ღიად განაცხადა, რომ თურმე აზერბაიჯანს სჭირდება დავით გარეჯის ტერიტორია, სტრატეგიული სიმაღლე შიდა უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი იმდენად ალოგიკური იყო, რომ არ ვიცი, არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა, რადგან იმ კონკრეტულ მონაკვეთზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, მხოლოდ ორი ქვეყანა ესაზღვრება ერთმანეთს, აზერბაიჯანი და საქართველო და თუ ვინმეს წინააღმდეგ შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით იქნას გამოყენებული რაიმე მადომინირებელი სიმაღლე, ეს შეიძლება ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის მიმართ იყოს გამოყენებული, მესამე ქვეყანა არ არის სასაზღვრო. მაგრამ აი თვითონ ამ სიტყვა მაშინ გაიჟღერა, რომელიც ალბათ ყველა მიაწერა სააკაშვილის იდიოტიზმს, გაუნათლებლობას, რაღაც ბოდვას. სააკაშვილს ახასიათებდა ერთი რაღაცა. მას ისეთი რაღაცა წამოსცდებოდა, რაღაც გულწრფელად ისეთი რაღაცა წამოსცდებოდა, რომ მთელი ამ გეგმის ნაწილს ან იმ მომენტში ხდიდა საჯაროს, ან დროთა განმავლობაში. ესე რომ დაიმახსოვრეთ ეს მომენტი. ამის მერე კარგად გახსოვთ თქვენ, რომ კარგახანი ამ ტერიტორიაზე არანაირი ჩამიჩუმი არ ისმოდა, არაფერი არ ისმოდა, არაფერი არ ხდებოდა და სულ მოულოდნელად, მაშინ როდესაც მადამ პამპადური გახდა პრეზიდენტი, პირველი გაიქცა და დავით გარეჯში პატრიოტიზმით გამსჭვალული სიტყვები თქვა, რომ დავით გარეჯი თურმე ეს საქართველოს საზღვარია, ესე უნდა მოხდეს, ისე უნდა მოხდეს, საზღვრები დავიცვათ. ამიტომ მოხდა დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის. არც ეს ყოფილა შემთხვევითი. დააკვირდით დროსა და სივრცეს და ქრონოლოგიას მიყევით, იმიტომ რომ ის რაღაცა უნდა გაჩვენოთ. საერთოდ ყველაფერზე შეგიცვლით წარმოდგენას, რაც იქ ხდებოდა. რა მოყვა ამ ყველაფერს და რის პარალელურად მოხდა? ეს მოხდა იმის პარალელურად, როდესაც აზერბაიჯანი ამ ტერიტორიაზე და ვინც არის დავით გარეჯში ნამყოფი, დამეთანხმება ყველა. როგორც კი დავით გარეჯის ქედს ქვემოთ ვაკე იწყება, იქვე იხსნებოდა სამხედრო ბაზა. სამხედრო ბაზა. ნუ ხა სამხედრო ბაზას რა დანიშნულებები ქონდა, რა დანიშნულებები არ ქონდა. ეს ბევრისთვის უცნობი იყო, ახლა თავისთავად ბაზა არის და საზღვარი არის და სასაზღვრო პოლიცია და რაღაცა და 1000 რაღაცა შეიძლება იქ ყოფილიყო, მაგრამ დროთან განმავლობაში კარგად გამოჩნდა ეს ყველაფერი რისთვის იყო ბაზა. სინამდვილეში ეს ყველაფერი იყო ჩაფიქრებული ფრანგული ლობის მიერ
საფრანგეთში არსებული სომხური ლობის მიერ და საფრანგეთის სპეცსამსახურების მიერ იქ რაც კეთდებოდა იმ ბაზაზე ამ ყველაფრისთვის ხელი შეეშალა და ამაში გამოიყენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ეს ყველაფერი შეასრულა, რადგან ფრანგებმა კარგად იცოდნენ აზერბაიჯანელები ელოდებოდნენ და აპირებდნენ ომს სომხეთთან და ეს იყო ორი კურდღლის მოკლა საქართველოს და აზერბაიჯანის დაძაბულობა ისევ და ამ ადგილზე იმ ბაზის მშენებლობის შეჩერება, რომელიც ბაზაც იგეგმებოდა და აბა თუ იცით რატომ იყო ესე ძალიან მნიშვნელოვანი ეს ბაზა და რა დანიშნულების ბაზა უნდა ყოფილიყო იქ. ვერ მიხვდებით. ამიტომ მე მინდა გაჩვენოთ დღევანდელი ინფორმაცია, რომელმაც სრულიად შემთხვევით ერთ-ერთ ამერიკულ გადაცემაში შემიძლია წყაროც მიგითითოთ, სულ შემთხვევით გაჟონა. და ამ გაჟონილ ინფორმაციაში არის შემდეგი რამ ნახსენები. რომ დიპლომატები ძალიან ერიდებიან ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს, რადგან სადღაც კავკასიაში, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის და აი ამ სივრცეში საქართველოს ტერიტორიასთან, რომელიც სადაც არსებობს იუნესკოს მიერ დაცული ტერიტორია, არის საიდუმლო ბაზა აზერბაიჯანის. ხო, ეხლა ხაზგასმით მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, დავით გარეჯი ოფიციალურად არ არის შესული იუნესკოს შემადგენლობა, ანუ ასე რომ ვთქვათ, დაცულ ტერიტორიაზე, იქიდან გამომდინარე, რომ დავით გარეჯის ნაწილი ეკუთვნის აზერბაიჯანს, ამიტომ იუნესკომ ჯერ ვერ გადაწყვიტა, რომელ მხარეს მიაკუთვნოს ეს ქართული კულტურული ძეგლი არის ეს ყველაფერი, თუ ეს არის აზერბაიჯანული კულტურული ძეგლი. აქედან გამომდინარე, თორე იუნესკოს სიაში დავით გარეჯი შესულია და განიხილება. ეხლა რაშია საქმე, რატომ იქნა ახლა ამ დროს ეს ყველაფერი ასე აღმოცენებული, როგორც აი ამ საიდუმლო წყაროებიდან გამოჟონილი ინფორმაციით გახდა ცნობილი, უკვე აზერბაიჯანის დასაკუთრებულ დავით გარეჯის ტერიტორიაზე განთავსებული არის ისრაელის მიერ აზერბაიჯანისთვის გადაცემული დრონების მართვის ცენტრი, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ყარაბახის ომის დროს. და ალბათ ყველას ძალიან კარგად ახსოვს ყარაბახის ომის დროს პირველი ბაირაქტარების ესე რომ ვთქვათ რეკლამად იქცა ეს ომი და როგორ იქნა ეს ყველაფერი რეკლამირებული, როგორ ხდებოდა სომხური პოზიციების განადგურება და თურმე საიდან ხდებოდა ამ ყველაფრის მართვა ყოფილი საქართველოს ტერიტორიიდან, დავით გარეჯის ტერიტორიიდან, სადაც განთავსებული არის სამხედრო ბაზა და ამ ბაზას ოფიციალურად აქვს საზღვრის დაცვის სახელი მინიჭებული. ეხლა ძაღლისთავი რაში არის დამარხული? ძაღლისთავი არის იმაში დამარხული, რომ ირანელები გააჩნიათ ირანელებს ეს ინფორმაცია, აზერბაიჯანი და ისრაელი რომ სტრატეგიული პარტნიორები არის, ამას ლაპარაკი არ უნდა. ყველამ კარგად იცის, ეს ყველაფერი ღიაა. ყველამ კარგად იცის აზერბაიჯანელების გეგმები ირანთან მიმართებაში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ირანთან მიმართებაში. ამიტომ ირანმა არაერთხელ და ირანში არაერთხელ იქნა დადანაშაულებული აზერბაიჯანი, თუნდაც წინა წელს მიმდინარე
ომის პერიოდში აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენება როგორ ხდებოდა დრონების მართვისთვის ან მაგრამ ეს მართვა ისეთი რაღაცა არის შეიძლება იქნას ცენტრი სადღაც სხვაგან და იმართებოდეს თქვათ 100 კილომეტრის იქეთ. ამიტომ პირდაპირ ამაზე ხელის დადება მაშინ ირანმა ვერ მოახერხა, თუმცა გააფრთხილა აზერბაიჯანი და გააფრთხილეს არაერთხელ. ეხლა რაშია საქმე? დიახ, ეს არის ისრაელის სპეცსამსახურების გველური, სუფთა გველური მოფიქრება, რომელშიც ესენი არიან უძლიერესები. ესეთი გველობის მოფიქრებაში. სპეციალურად განათავსეს ბაზა იმ ტერიტორიაზე, რომელი ტერიტორიაც არის მომხელა აზერბაიჯანი ხო შეიძლება და სხვაგან განთავსებულიყო. არა, განათავსეს იმ ტერიტორიაზე, რომელი ტერიტორიაც არის საქართველოს საზღვარი, სადაც არის კულტურული ძეგლი, ომის და დაბომბვის შემთხვევაში, რომ ეს ბაზა იქნეს განადგურებული, ეს ომი აუცილებლად შეეხოს საქართველოს და ეს ომი აუცილებლად უნდა შეეხოს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ისტორიას, სარწმუნოებას და ისევ უნდა იქნას გაღვიძებული 6000 გარეჯელი ბერის წამება შაჰ-აბასის მიერ, რაც ბუნებრივია ქართველებზე და საქართველოში გამოიწვევს ძალიან ნეგატიურ დამოკიდებულებას ირანთან მიმართებაში. ამიტომ ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა, ის შემთხვევით ამ ყველაფერს არ აკეთებდა. იმიტომ რომ თვითონ ადგილმდებარეობა იქ ვისაც გაინტერესებდა, ვისაც გინახიათ, მის შემდეგ იწყება ყარაიას ველი, არანაირი მაღლობები, თვითონ პოლიგონის სისტემას წააგავს იქაური ველები. თავის დროზე აქეთა მხარესაც პოლიგონი იყო განთავსებული საბჭოთა პერიოდში, იქეთაც ჩვეულებრივად ხდებოდა ეს სამხედრო საველე მდგომარეობა. ამიტომ იქნა ეს ადგილი სპეციალურად შერჩეული. თურმე რატო იგიჟებდნენ თავს იმ 2.5 კვადრატულ კილომეტრზე, რომელი 2.5 კვადრატული კილომეტრით სადაო გახადეს მოღალატე სააკაშვილის დროს, მოღალატე ივანიშვილის დროს, რომელმაც ოფიციალურად გადაუფორმა და გამოვიდეს ერთი ვინმე და თქვას, რომ ეს ასე არ არის. გამოვიდეს და თქვან ერთი რომ ეს ასე არ ყოფილა. და კაციშვილი დღეს ეს ოპოზიციასთან ეს ჩაატარეს, რა ქვია, დებატები და ოპოზიციასთან ჩატარებულ დებატებში აღმოჩნდა ისე, რომ თურმე კაციშვილმა არც ერთმა ოპოზიციონერმა კითხვა არ დაუსვა დავით გარეჯთან დაკავშირებით. თურმე რატო გვიჭერდნენ ჩვენ? თურმე რატო ხდებოდა დევნა იმ ადამიანებზე, ვინც დავით გარეჯთან მიმართებაში ხმას ამოიღებდა სიტყვა და რატო იყო დადუმებული საპატრიარქო და რატო აკეთებდა მოღალატეობრივ განცხადებას. ეს ყველაფერი ისრაელის თავების სად იყო ჩამარხული, სად არიან გველები ჩაბუდებული. და ხვალ და ზეგ ირანმა რომ მიიტანოს ამ ობიექტებზე იერიში, თუ გადაიზრდება ეს ომი აზერბაიჯანი ირანის მიმართებაში და ირანი რო არავის არ ინდობს, მე მგონი კარგად ჩანს აზერბაიჯანულ ისრაელურ ბაზასთან ერთად დაზიანდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ჩვენ მივიღებთ იმას, რომ დავით გარეჯა ჩვენს თვალწინ შეიძლება იქნას დაბომბილი უკვე ირანული რაკეტებით. ხალხო, რამდენი მტერი ყავს ამ ქვეყანას და როგორ იყენებენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, როგორ იყენებენ ჩვენი ქვეყნის მდებარეობას, როგორ იყენებენ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წარსულს
და როგორ დამპლურად ახდენენ ეს ყველაფერი როგორ ახდენენ დამპლურად ამ ყველაფრის წარმოჩინებას. როდესაც რაღაცას იტყვის ადამიანი, ახლა გამოხტებიან ალბათ და დაიწყებენ. ეს ინფორმაცია ფეიკია. ეს როგორ ამას თურმე მე ვიგონებ, თურმე მე ვარ თურმე პრო, ისა რა ქვია ირანელი, მე ვარ თურმე ანტისემიტი, მე ვარ თურმე ისა რა ქვია პრორუსი. აი სინამდვილეში ესა მე საიდან უნდა ნებისმიერ ჩვენთაგანს ბიჭო სიზმარი არ გვექნებოდა ამ ყველაფერზე სრულიად შემთხვევით ამ ყველაფერს რო არ გაეჟონა და ვისაც გაინტერესებს ჩაგიგდებთ კაცო იმ ვიდეოს უგინდათ სადაც იმ შოუში სადაც მიმდინარეობს ამ ყველაფრის განსჯა და საიდანაც იქნა ეს ყველაფერი წარმოშობილი მილიონობით ათობით მილიონი ადამიანი უყურებს თუ ასობით მილიონი არა ამერიკაში ამ ყველაფერს და ყველასთვის კარგად გასაგებია და გაგებულია. აი ასე იციან ჩვენმა 26 საუკუნოვანმა ძმებმა და ასე იციან ჩვენმა რა ქვია სტრატეგიულმა პარტნიორებმა. აი ეს ისე ცნობისთვის რო იცოდეთ და აი ასე იცის ჩვენმა შიგუკნიდან განათლებულმა ევროპამ თავიანთი მიზნებისთვის ამ ყველაფრის გამოყენება. არ არის დაფარული რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ სხვა ადგილი გამორიცხულია, იმიტომ რომ აზერბაიჯანის საზღვარზე სადაო ტერიტორია, სადაც იუნესკოს სიაში იყოს შეტანილი და წარდგენილი სხვა ობიექტი დავით გარეჯის გარდა არ არსებობს. ხო. აი ეს ისე ცნობისთვის და რა თქმა უნდა ახლა ამას უარყოფენ და რა თქმა უნდა ამას ასე იტყვიან, მაგრამ ეს ასია და თუ ომი გამძაფრდება და თუ აზერბაიჯანი იქნება ჩართული ამ ყველაფერში, მაშინ ამ ყველაფერს ომი აჩვენებს თვითონ რომ ეს ასე არის, იმიტომ რომ პირველი რაც დაიბომბება ეს მიმართულება. რატომ უნდა მოვაცილო ფოტო შეხედოს ხალხმა და დაძებნოს თვითონ Google-ში და ნახოს და ძალიან კარგად გაერკვეს ამ ყველაფერში. ჩვენებს არაფერი არ ძინავთ, ჩვენებმა ძალიან კარგად იცოდნენ რომ იმ ტერიტორიას, როდესაც აძლევდა სააკაშვილი, თურმე შიდა უსაფრთხოებისთვის და როდესაც ესენი უკანონებდნენ ამ ყველაფერს, მათ ძალიან კარგად იცოდნენ იქ თუ რა სამხედრო ბაზა და რა დანიშნულების იქნებოდა. და მათ ძალიან ჭირდებოდა ზუსტად იმ ქედის და იმ სიმაღლის კონტროლი, რომელ სიმაღლეზეც დადგებოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და მოახდენდნენ ამ ტერიტორიას. ახლა რო იცოდეთ როგორ არის ეს ტერიტორია. აი ქედი არის და ამ ქედს ქვემოთ არის ბაზა. ამოიყვანეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და დააყენეს ქედზე. და გადასცეს ეს ტერიტორია, იმიტომ რომ თვალიდან საქართველოს მხრიდან იქნას მოფარებული და ეს არის მთლიანად აი ამ მხრიდან მოფარებული ეს ბაზა და აი ამ მოფარებულში არის განთავსებული ეს ყველაფერი. იქვე არის ქვემოთ ლავრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი თურმე სად ყოფილა ძაღლის თავი ჩამარხული. ეხლა რაც შეეხება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის და ამიტომ არის ატეხილი ეს ცივილკივილი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ამას ახლა მივადევნებთ ყურადღებას, მაგრამ რაღა მიდევნება უნდა უკვე ხელის გულზე არის ნათელი თუ რატო უღირდათ აზერბაიჯანელებს და რატო უღირდა ალიევის რეჟიმს საქართველოსთან ურთიერთობების დაძაბვა და რა შიდა უსაფრთხოებისთვის იყო ის ქედი და ის ბაზა განთავსებული. ეს იყო მაგათი შიდა უსაფრთხოება, ეს იყო მათი სინამდვილეში ჩანაფიქრი, რომ ეს ტერიტორია ყოფილიყო მოფარებული, ყოფილიყო აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ, საქართველოს მხრიდან ყოფილიყო ნულოვანი ხედვის არეალი, ხოლო თავისი მხრიდან კიდე თვითონვე გააკონტროლებდნენ, რაც იქნებოდა და როგორც იქნებოდა და აი როგორც აღმოჩნდა სინამდვილეში. აი თურმერისთვის ქონია წარმატებით იყენებდნენ ამ ბაზიდან მმართველობას ყარაბახის ომის დროს და ეხლა როგორც ჩანს და ჟურნალს ინფორმაცია იმის შესახებ, ახლა ამ მომენტისთვის ირანის წინააღმდეგ ხდება ამ ბაზის გამოყენება.
და თუ ეს იქნება ალბათ უტყუარი ინფორმაციით დადასტურებული, ირანი თავზე ხელს არავის არ გადაუსვამს და ალბათ მაგ ტერიტორიაზეც მიიტანს იერიშს, რასაც წინასწარ იცოდეთ. მე არ გაუკვირდეს ვინმეს ის რომ ვინმემ კიდე ხელახლა ააგოროს ერთი ისტერიკა და თქვას რომ ირანმა დავით გარეჯი დაბომბა და ირანმა თურმე როგორც ძველმა აი ახლა ხო არის ატეხილი ეს ძველი პატრიოტიზმის უკნიდან განათლებულების პატრიოტიზმი თუ ირანი საუკუნეების მანძილზე ჩვენი მტერი როგორი იყო და მე ეს ყველაფერი იქნება გამოყენებული რა ირანი დავით გარეჯას ბომბავდა და რატო ბომბავდა და თუ ჩვენი ისტორიული მტერი არა წინასწარ იცოდეთ ეს ისე ცნობისთვის და თუ ვინმე პრეტენზია ამ საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია ვიდაოთ ოღონ ლოგიკური აზრი ჩამოაყალიბოს თუ რატო არ შეიძლება ეს ასე იყოს და რატო შეიძლება იყოს სხვანაირად იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე აწყობილი მოვლენების სინქრონი გვიჩვენებს აი ამ ყველაფერს და ამ თემასთან დაკავშირებით დიპლომატებსაც კი ექმნებათ უხერხულობა აი ამას შესაძლოა შემოგარგება ისე კი რაც ხდება ხო აი აქ კიდე არის ესეთი საიტი სადაც ღიად იწერება საქართველოს გუშინ ერთმა ბრძენმა გუშინ გვიან დავამზადე მოვლენების ომის თეატრის ქრონიკა როგორ იყო რანაირად იყო გვიან გავიდა YouTube-ზე როცა არ არის აქტიური აუდიტორია ამიტომ ლინკი არის მიმაგრებული და მოვლენების ქრონოლოგია შეგიძლიათ აქ ნახოთ სადაც მე მქონდა ნაჩვენები ის რომ თუ კი რუმინეთში იქნება განთავსებული საჰაერო სივრცის დათმობას თუ მოახდენს საქართველოს აზერბაიჯანის გავლით შეიძლება ეს ყველაფერი იერიში განხორციელდეს ირანზე და ამაზე ატეხეს ერთი წივილკივილი ქოცებმა და აი ახლა აგერა პირდაპირ წერენ დასავლური ანალიტიკური ცენტრები რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ისრაელის სპეცსამსახურების მიერ და ისრაელის გავლენის აგენტურის მიერ ჩვეულებრივად შეიძლება იქნას გამოყენებული, იმიტომ რომ ადრეც თანამშრომლობდა ისრაელის საქართველოსთან უაისეთ თანამშრომლობას უპილოტო აპარატების საკითხში და აი ცელი სტატია შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის და საჰაერო სივრცის გავლით, ასევე აზერბაიჯანის დახმარებით, როგორ შეიძლება ისრაელმა მიიტანოს იერიში ირანზე აი ამ ტერიტორიიდან. მე ძალიან კარგად აგვეწყობა საქმე სხვათა შორის განსაკუთრებით ახდება უკნიდან განათლებულების ნატრა. სანამ გრიგოლიჩი იქნება, მანამდე არაფერი გვიჭირს. მე ვიდა, ბიძინე, ჭამე, სვიდა იზინე. მართალი ხარ. უცნობია თუ უცხოა თუ ვინც ხარ, იგი როა ბლოგერი როა. იმის ვიდეო შემხვდა სადღაც 2 წამიანი, 1 წუთიანი უკაცრავად. 2004 წელს ბიძინა ის შეხედეთო რა გენიოსი არისო ბიძინა 2024 წელს ამბობდა კაცი თურმე რომ უკრაინაში ომია და როგორი არეულობა არის ახლო აღმოსავლეთში შეიძლება ეს ყველაფერი უფრო გართულდესო და აი მადლობა ღმერთს რომ ბიძინა არისო და აი რომ ომში არა ვართო ჩართული ვიცი ძმაო ვიცი სანამ იქნება ბიძინე და სანამ იქნებიან ქოცები რა გითხრა ახლა საქართველოს არგად ყოფნის და ღირსეულად ყოფნის და ქართველის რა გითხრა, მაგრამ ომი არ იქნება. უომრად შენ შეგჭამა გველებმა, ჩაიმარხე მიწაში, შეპარაზიტო, შენი ტანში გაჟონა სიკვდილმა. შენ არ გაიხარე მთელი ცხოვრება, შენ ნახე მარტო ტანჯვა. უნდა ჩავიკითხო ბოლომდე, შენ ნახე ანჯვა არასოდეს არ გეღირსო სიკეთე არ შეგაფუჭებულო კაცო შენ დაგეცა ზუსტად ირანის რაკეტა არა რაობა შენ ვერსად გაიქცევი ისრაელს შენთვისაც მოიცლის ისრაელი შეაბსულო არ გაიხარე და შენაირმა პარაზიტებმა შეგენაცვალე დედად რა ფანტაზიის უნარი აქვს ამ ხალხს აი როგორი ფანტაზიის უნარი გააჩნიათ ხო აი რო თურმე როგორ არა წევლაში ნომერი პირველები ხართ ამას ვერ წაგართმევთ ადამიანი
მაწყებლა მაწყევარისაა ისე რომ იცოდეთ და ირანული რაკეტის თავში დაცემის შანსი თქვენ უფრო მეტი დიდი გაქვთ ვიდრე მე. ასე რომ ჯობი ახლა თავში საფარში და იქ იყავი უკან არ მოგიბრუნდეს მაწყებლა და ირანული ფათახი, შაჰედი ან ხეიბარი არ დეგეცეს თავში, თორე დაგეფსკუნება მაწყევლა უყუღმა შემოbrunებული. ვაიმე და. ეხლა რა შეეხება მიმდინარე მოვლენებზე რომ გადავიდეთ. მიმდინარე მოვლენებში ესეთი რაღაცა ხდება ჩემო კარგებო. როგორც გახდა ცნობილი, წუხელვე იყო ცნობილი, აი ეს ერთი ჩამოგდებული, ერთი დაზიანებული საჰაერო ავიამზიდის გარდა, საჰაერო ტანკერის გარდა, ასევე ირანმა გაანადგურა თუ წყობრიდან გამოიყვანა ყოველ შემთხვევაში 5 ამერიკული ტანკერი, რომელიც ახერხებს აერში თვითმფრინავებზე საწვავის გადასხმას. რაც აი როგორ გითხრათ, იცით, ერთ-ერთი საკვანძო პრობლემა შეექმნებათ ამით ისრაელის და ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, იმიტომ რომ ეგენი ისე არიან დაშინებული და რეალურადაც ასე არის, რომ მათი თვითმფრინავები მორიგეობით, პილოტების მორიგეობით დაფრინავენ აერში და აეროპორტებზე ბაზირებას ვერ ახდენენ, იმიტომ რომ ირანული რაკეტები მიწაზე არ აჩერებიებს, ცხვირს არ აყოფიებს, ამიტომ მათი შევსება, საწვავის ავზების შევსება ხდება ძირითადად ჰაერში და ხმელეთზე კიდე ირანმა ასეთი სიტუაცია შექმნა, რაც თავისთავად გაართულებს, ეს არის ძალიან ძვირადღირებული და ძალიან დეფიციტური თვითმფრინავები, რომელთა 7 ცალის დაზიანება, ერთის ჩამოგდება და 6 ცალის დაზიანება არის კატასტროფა ამ მომენტისთვის. წარმოებულ ომში, ამიტომაც მეც ვგიჟდები ხანდახან ჩემი შავ იუმორზე ისე მომწონს მადლობა დაგეთანხმებით. ამიტომ ეს არის სერიოზული დარტყმა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვისა და ჩვენი, რა ვიცი, 26 საუკუნიანი ძმებისთვის. ამას ვერ მოგვიანებით განვიხილავთ. თუ როგორ და რანაირად იქნება ეს ყველაფერი, მანამდე კიდე ერთი სერიოზული განაცხადი იქნა განცხადებული. რა კლოუნმა გამოვიდა და განაცხადა, რომ მალეო კაცო, რა ვიცი, 2 დღის უკან იძახო და ომი მე ვიგეო და ახლა გამოვიდა და იძახის, რომ აიო მალეო უამრავი ქვეყანაო ჩაერთვებაო სპარსეთის ყურისო ოპერაციებშიო, არ ვიცი, ახლა ჩამოთვლილი აქ სხვადასხვა ქვეყნები, სამხრეთ კორეა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აი კოალიცია შეიქმნებაო, რომელიცო გახსნისო ორმუზის სრუტესო, ისე გაგეხსნათ თქვენ. ტვინი, მეტი არა, ჩემი დამაწყევარი, რამდენი მსგავსი რაღაცა არ მოხდება. რადგან მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი ამერიკული ფლოტიც კი ცხვირს ვერ ყოფს 1000 კილომეტრზე არიან დაშორებული და ნახეთ, აი ვისაც გაინტერესებთ ქრონიკა სად როგორ არიან განთავსებული და უშუალო სამხედრო თვალსაზრისით როგორ არის ყველაფერი შესაძლებელი. ირანი ახლოს არ იკარებს არც ერთს, ამიტომ შესაძლებელი არის, რომ თუ რომელიმე გემი იქ ფრანგებს საერთოდ ერთი ისაყავთ, რა ქვია, შარლ დე გოლი, ერთი ავიამზიდი და ძლიერი ავიამზიდია, მაგრამ არ ამგონია, რომ მათ გაწირონ ეს ყველაფერი ამერიკელების ინტერესებისთვის, არ ვიცი, ახლა ბრიტანელების და სამხრეთ კორეელების და ამათი ფლოტი რა სიზამს, მაგრამ ძლევამოსილი ამერიკული ფლოტიც კი ცხვირს ვერ ყოფს იქ ახლო-მახლოში, ამიტომ ეს ისეთივე მორიგ კლოუნადად შეიძლება მივიღოთ, როგორი კლოუნადაც საერთოდ არსებობს და საინტერესო მომენტი, ახლა მინდა ერთ საინტერესო მომენტზე გავამახვილო ყურადღება, ირანმა პრაქტიკულად ომი გამოუცხადა უკრაინას. ჩვენს უკნიდან განათლებულ კიდევ ერთ ძმებს, რომლებიც ასე გმირულად ებრძვიან რუსეთს
და მიზეზი ამ ყველაფრის გახდა ის, რომ ზელენსკი რა თქმა უნდა ახლა გამოაცხადა, რომ კაცო ხალხო დავახმარებ, ნახავთ ერთი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ირანულ რაკეტას ყველანაირი შანსი აქვს უკრაინას მიწვდეს. იმიტომ რომ 3000 კილომეტრის რადიუსში არის შესაძლებელი ჩამოგდება ამ რაკეტის და უკრაინული სახმელეთო საზღვარი და ბაზები და თუნდაც ოდესის პორტი ბევრად მეტი ახლოსაა ვიდრე 3000 კილომეტრი ირანის საზღვრიდან, ასე რომ შეიძლება ესეც ვნახოთ. თუ არ ვიცი, თუ კიევში არ ჩაღვარდა და თვითონ მაკლოუნს არ დაეცა თავში, იმიტომ რომ ირანი ასე დაუნდობელ ომს აწარმოებს, რუსები დიდი ხანია თავზე ხელს აფარებენ, მაგრამ ინდობენ, არანადგურებენ, მაგრამ აი შეიძლება ირანულ რაკეტას ნაღვად ვერ გადაურჩენ, ამიტომ ეს ამბავიც მოსალოდნელი არის. დანარჩენი კიდე უფრო სამხედრო თემატიკის საკითხებია, რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ. მანამდე კი რაც ხდებოდა გუშინდელი ომის თეატრზე, აგერ შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ და თუ რაიმე კითხვები გაგაჩნიათ, დამიშვით კითხვები და ვეცდები პასუხი გაგცეთ. გასაგებია რომ დაბომბა და ვინ ამბობს იმას, რომ არ დაიბომბა ირანი და ვინ ამბობს იმას, რომ ამერიკამ ბირთვული ბომბის გარდა ყველაფერი გამოიყენა. მერე რა შედეგი მისცა B2-ის თვითფრინავების და B1-ის თვითფრინავების დაბომბვამ? შეწყდა ირანი კაპიტულაციას მოაწერა ხელი, ჩაჩმორდა, შეშინდა. რაკეტები არა აქვს თუ რაშია საქმე? რაკეტები არა აქვს მაგათ. 10 მილიარდზე მეტი სამხედრო ხარჯი არის გაღებული და შედეგი რა არის? ჯერჯერობით შედეგი არის 0. ირანი კიდე არ მალავს და აშუქებს, რომ შებრძანდით და ნახეთ რამდენი საცავების დრონების რაოდენობას, უსასრულო დრონების რაოდენობას როგორ ახერხებს და ასევე ნაჩვენები არის იქ ხელოვნური ინტელექტით არის გაკეთებული ახსნილი ჩემ ტელეგრამ არხზე შებრძანდით, ნახეთ როგორ ხდება ეს ყველაფერი ჩვეულებრივ სატვირთო მანქანებში იტვირთება წინასწარ შეყვანილი კოორდინატებით ეს დრონები გადის თავისუფალ სივრცეზე და ხდება იქედან გაშვება და იერიშები მიდის ავტომატურ რეჟიმში. რა რას შვება ეს? ყველაზე ისეთი თავშეკავებული მონაცემებით ირანს გააჩნდა 40,000 რაკეტა. და ირანი ამ რაკეტებს არ ყიდულობს, თვითონ აწარმოებს. და ირანის უზარმაზარ ტერიტორიაზე სად და როგორ ხდება წარმოება კაციშვილმა არ იცის. ძირითადად მთიან რეგიონებში. ხო. თუ კი ჰამასი ახერხებდა რამენაირად იმას რა ქვია ღაზაში ამ ყველაფრის წარმოებას, მაშინ ირანსაც შეუძლია ამ ხელა უზარმაზარ ტერიტორიაზე წარმოება, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის და ესპანეთის ერთად აღებულ ტერიტორიაზე მეტია. ყოჩაღ ისრაელს უდანაკარგოთ რო ანადგურებს ირანს. ყოჩა. ისრაელ რო უდანაკარგოთა, ისე გეყოლა დამაწყევარი დაგენაცვლე? ისე მტერი გეყოლა მათაგენი რო არიან დაგენაცვლე? სადა ახლა ერთი გავრბოდითო და პატრიოტები ისრაელის დასაცავათო. სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი მოხდა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რაც თავის დროზე განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა, აი მაშინ 2023-ში ერთი წვილკივილი რო ატყდა, რომ ჰამასი რო დაესხა თავს ისრაელს თურმე და ამდენი ებრაელი მოკლა და ასე შემდეგ. და მაშინ თქვა ჟოზეფ ბორელმა, რომ იმარა ჰამასიო ისრაელის შექმნელი არისო თვითონო და ახლა არ მოწონთო? თვითონ აფინანსებდნენ და თვითონ შექმნეს თავის დროზეო ჰამასიო და ახლა გაუხდათო მტერიო? წამოწდა ეს და მის მერე ბორელი მოხსნეს, საერთოდ არა არსად. საინტერესო მომენტი არის ის, რომ ჰამასმა გააკეთა განცხადება იმის მაგივრად,
რომ სიტყვაზე აი ირანი ებრძვის, ჰეზბოლა ებრძვის და რაღაცა აქეთ-იქეთ, იმის მაგერად რომ თვითონაც ებრძოლოს ისრაელს, ჰამასმა გააკეთა განცხადება და ირანს მოუწოდა ნუ ბომბაო იმისო, რა ქვიაო, სპარსეთის ყურისო, არაბული ქვეყნების პორტებსო. იმის მაგივრად რომ ამათ ერთი მტერი ყავდეთ, რო გითხო. კი, იდეოლოგიურად რო თქვა ჰეზბოლა და ირანი შიიტურია, ესენი სუნიტური არიან, მაგრამ აი რო გითხო ორივე ხო მტერი ისრაელი ყავს. მაგრამ არა, აი დააკვირდით რეგიონში ყველა ომები მიმდინარეობდა, იგივე სირიაში მიმდინარეობდა ომი, როგორი სასტიკი ომი მიდიოდა, მაგრამ ისრაელისკენ ერთი ტყვია არ ვარდებოდა. ჰამასი როცა დაჭირდებოდა სატანიახუს და თავისიანებს აამუშავებდნენ, შემოუსევდნენ თავის ხალხს, დაახოციებდნენ, მერე იტყოდნენ, აი ჰამასი უნდა გავწყვიტოთ, ასე შემდეგ და მერე მიდიოდა, ჰამასელო ტერორისტო, ასეთო, ისეთო. საქმეზე რომ იდგება, აი ასე არის საქმე. მოკლედ, აი ამის თქვა მინდოდა, აი ესეთი მოვლენები ვითარდება, ნამდვილად არ ველოდი და ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო ეს ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ამათი გველური ტვინიდან ესა რა ქვია, გამომდინარე, სხვა არაფერი არაა მოსალოდნელი. ასე რომ ახლა დაგემშვიდობებით და საღამოთი ვნახოთ ან კითხვა-პასუხის რეჟიმი მექნება YouTube-ის არხზე, ან და მოვახერხებთ და ისეთ ბლოგს გავაკეთებთ, რომელიც უშუალოდ საბრძოლო ვითარების აღწერას ახდენს და მე მინდა გითხრათ, რომ ეს ბლოგი აგერაა მიმაგრებული, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ შებრძანდეთ და ნახოთ. დაანებეთ თავი, ხალხო, დაანებეთ თავი, ეს ტროლ ბოტები ყველა ეს არის ისრაელის სპეცსამსახურების შექმნილი საქართველოში. სოროსელების და ამათი ქართული სახელი და გვარები სინამდვილეში მაგათი გამკეთებლები. დაანებეთ თავი, ნუ ელაპარაკებით. დაბლოკეთ, მოიცილეთ, არ გქონდეთ ნერვი. ხო. ეგა, როიმედეთა. მაგ პოსტი რომ მქონდა დაწერილი ჩემო ძმაო, ისრაელის ელჩს რო გავეცი პასუხი, დილის 6 საათი იყო ჩვენთან და სადღაც 5 საათი იყო ჩვენთან და აქ და თბილისში იყო დილის 8 საათი, 1 წუთის დადებული არ მქონდა. აი მაგ დასწრებულ ახლა რო პასუხობ. უკვე ამხელა პოსტი გამომიცხო და დადო პასუხად. მე ვთხარ შეშობელძაღლო, ყავა მაინც დალიე, ჩაი მაინც დალიე, ხასიათზე მაინც მოდი და პატარა რაცა პოზიტივი დაიწყე დილა მომაგრებული რო ხარ პირდაპირ თქვა. მე ამდენი მომაგრებულები ბევრი მყავს, ძმაო. ბევრი მყავს. არა მარტო ქართული ესენი, რა ქვია, ურიული სასტავი, აგერა. აი ეს სასტავიც აგერა. შმაგია შენ გასრავად. შმაგია შენ არა მარტო მე ბატონ დემურ გიორხელიძესაც და შმაგია შენ მე ძალიან დიდი პატივი უნდა გცე. და დარწმუნებული ვარ, ძალიან პოპულარული უნდა გაგხადო და დარწმუნებული ვარ, ჩემი აუდიტორია შენდამი არ დაიშურებს კომპლიმენტებს თუ როგორი პატრიოტი ხარ, სხვათა შორის იგიც გავიგე, თურმე რუსეთის მოქალაქე ყოფილიყარ და რუსული პასპორტი გქონია უკან გაკეთებული და ანტირუსულ პროპაგანდას აწარმოებ. შმაგია. აი ჩემო კარგებო, დაგემშვიდობებით ახლა და დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. სატანიახუ მიწაზე არ დადის, ჰაერში დაფრინავს და საჭირო მომენტებში ჩამოდის მარტო, დააბიჯებს მიწაზე, წმინდანია ნეტანიახუ.